გამარჯობა, მე ლუკა ვარ და თქვენ უყურებთ ჩემს არხს. მოკლედ მე ესეთი ძალიან ჩართული მაყურებელი არ მყავს, ძირითადად შორტსებიდან იყო, მაგრამ გადავწყვიტე რაღაცა კონტენტი მეკეთებინა, სადაც შეიძლება კონტენტიც არ ქვია, მაგრამ სადაც ვილაპარაკებდი ნებისმიერ თემაზე, რაც ასე ვთქვათ, აქტუალური იქნებოდა, იმედია თქვენ გამოხმაურებასაც ვნახავ მომავალში. დღეისათვის ავარჩიე ორი თემა. პირველი თემა არის ასე ვთქვათ, უკვე სახალხო დილემა, გორილა მოერევა თუ 100 ადამიანი, ან 100 ადამიანი თუ ერთი გორილა. ამ თემაზე ვიმსჯელებ და დავფიქრდეთ და ერთად ვიფიქროთ, რა შეიძლება მოხდეს ამ დაპირისპირებაში. მეორე თემა კი იქნება ბატონი აჩის ავარია, იმიტომ რომ აჩი არის საქართველოში ალბათ ყველაზე ცნობილი იუთუბერის, შეიძლება ყველა ცნობილი არა, მაგრამ ერთ-ერთი ძალიან ძლიერი, ძალიან კარგი იუთუბერის პროდიუსერი და არხის ხერხემალი. აჩის ავარიაზე ძალიან ბევრს საუბრობდნენ სხვადასხვა პოდკასტში, სხვადასხვა ერთ-ერთ პოდკასტში, ფუ პოდკასტში. მეც ვისაუბრებ, რადგან იქნებ ამ ვიდეოს, რახან ცნობილ ადამიანებზე ვსაუბრობ, რახან YouTube-ზე გავლენიან ხალხზე ვისაუბრებ და თან ესეც საკმაოდ სამსჯელო საკითხი გამოდგა, იქნებ მეც რამდენიმე ნახვას გამოუკრა ხელი. გორილა თუ ადამიანები. მოკლედ ესეთი თემა გაბაზრდა, გავრცელდა, რომ კითხვა დაისვა, უბრალოდ სახალხო დილემად იქცა, ერთი გორილა მოერევა თუ 100 ადამიანი. ამ ადამიანთა ჯგუფში ალბათ უნდა შედიოდნენ ქალები და ზდასული, ხო, ანუ 18 წელს გადაცილებული ქალები და მამაკაცები. დაუშვათ, რომ 50 ქალი, 50 მამაკაცი უპირისპირდება გორილას. ალბათ საინტერესო ჩხუბი იქნება, მაგრამ მთავარი ნიუანსი აქ არის წინასწარ იციან თუ არა სად ხდება ბრძოლა. სტადიონზე, უდაბნოში, ვარკეთილის მეტროსთან, ჯუნგლებში თუ სად. გორილასთან შედარებით უფრო ჭკვიანი ადამიანი, იმედი მაქვს და მას აქვს უნარი განსაზღვროს რაღაცა სტრატეგია. ფაქტია, რომ ადამიანებს ორგანიზების მეტი საშუალება აქვს 100 ადამიანს, ვიდრე ერთ გორილას, თან პლუს ამას უნდა დაემატოს ის ფაქტი, რომ ადამიანებმა იციან მიზანი, რომ მათ უნდა დაამარცხონ გორილა. გორილა, დავუშვათ, თუ ორი ადამიანი მიიმალა, შეეშინა გორილა, იმ ორი ადამიანის ძებნას არ დაიწყებს. სად არიან, მე ეს შეჯიბრი უნდა მოვიგო, გორილა ამას არ გააკეთებს. თუ გვინდა რომ ზუსტი პასუხი მივიღოთ, ზუსტ პასუხს ალბათ ვერ მივიღებთ, მაგრამ მეტნაკლებად ზუსტი პასუხი მივიღოთ, ეს ბრძოლა უნდა განმეორდეს რამდენჯერმე. მაგალითად, როგორც სხვადასხვა სპორტში არის, თქვათ, აი NBA-ში არის რეგულარული შემდეგ, პლეი-ოფებში აქვთ მაქსიმუმ 7 თამაში, ანუ 4 მოგებამდე თამაშობენ, იმიტომ რომ კარგად და ზუსტად გაირკვეს, ვინ არის იმ ეტაპზე უკეთესი. იმიტომ რომ შემდეგ ეტაპზე ჭირდებათ ძლიერი. ამიტომ თამაშობენ 4 მოგებამდე, ზოგჯერ ეს გრძელდება მაქსიმუმ 7 თამაში. აქაც ეგრე რაღაცა ტესტივით უნდა ჩატარდეს 100 ადამიანი, 50 ქალი, 50 მამაკაცი და აქ საშუალო ზომის გორილა, რაც მეტჯერ დაუპირისპირდებიან და გამოვლინდება გამარჯვებული, მით უფრო მაღალი პროცენტით გვეცოდინება, ვინ მოერევა. მე არ მჯერა იმ ფაქტის, რომ ყველა 100-დან, დავუშვათ 100-დან 100-ვე შემთხვევაში გორილა გაძუყნის 100 ადამიანს და არც პირიქით იმ ფაქტის, რომ 100 ადამიანი ყოველთვის დაამარცხებს ერთ გორილას, მაგრამ ჩემი ფსონის დადება რომ მიწევდეს, ყოველთვის უფრო გადაიხრებოდა ადამიანებისკენ, იმიტომ რომ ვინც იძახის გორილას, მათ წარმოდგენებში ალბათ გორილა ასოცირდება უფრო კინგ-კონგთან, რომელსაც შეუძლია ვერტმფრენების ჩამოგდება და ასე შემდეგ. ამიტომ მაინც მგონია, რომ სადღაც 65-70% შემთხვევაში ადამიანები აუცილებლად დაამარცხებენ გორილას მათივე გონებიდან გამომდინარე. და რაც შეეხება მეორე თემას, მეორე თემა არის აჩის ავარია. ვიდეოში ჩავსვამ აჩის ავარიას. შეულებრივად მიდიან სანაპიროზე, ამ დროს აჩი დაეჯახება.
აი რადგან აი ეს მანქანა Toyota Corolla შეიძლება ვთქვათ, რომ ადამიანი სიტუაციას მოეკიდა უპასუხისმგებლოდ, როგორც კი საპირისპირო მხრიდან შენიშნა, რომ მას არ დაეჯახებოდნენ, ჯერ კიდევ შორს იყვნენ, მოუხვია ამ მომენტში აჩის წინ ყოფმა BMW ასე ვთქვათ, დაამუხრუჭა, როგორც თვითონ ამბობენ, თავისით დაამუხრუჭა, რაღაც თანამედროვე სისტემაა, თითქმის ყველა მანქანას აქვს და ამ დროს აჩის არ გაუმართლა იმ ხრივ, რომ გაიხედა მარჯვნივ და ვერ მოასწრო დამუხრუჭება. შეიძლება მაინც დაჯახებოდა იმდენად, ასე ვთქვათ, აი ხა რო უყურება იმდენად საფრთხე. შეიძლება ამ დონეზე არ დაჯახებოდა, მაგრამ მაინც მომხდარიყო, ასე ვთქვათ, ეს ავარია. რაღაცა კონკრეტული შემთხვევა, დანაშაული, გაუგებრობა თუ რაღაცა ატარებს ორჭერს ხო სამართლებრივი და არის ასევე, რა ქვია, საზოგადოებრივი, აქ ასე ვთქვათ, საზოგადოებრივი შეფასების არეალი, შეფასების ჭრილი. ამ შემთხვევაშიც, მაგალითად, აი აჩის კრიტიკა უბრალოდ შეიძლება იმ ხრივ, რომ კრიტიკაც არ გამოდის, მხოლოდ რჩევის დონეზე შეიძლება ვთქვა, აუ, დისტანცია უნდა დაგეცვა. ეხა ამ შემთხვევაში, აი აქ ყველაზე უცნაური წინაპირობა საგზაო მოძრაობის არის, რომ Toyota Corolla, მგონი Corolla არ ღვევს წესებს. ამას მოყვება რაღაცა შედეგი, მოყვება მუხრუჭი, მოყვება აჩის ვერ დამუხრუჭება და მოხდა ავარია. მე არ შემხედრია ადამიანი, ვინც იძახს, რომ ეს ადამიანი Toyota Corolla მოიქცა ძალიან სწორად, ძალიან მარტივად ახსნადი არის, ასე ვთქვათ, კანონის მხრიდან სასამართლოს წინაშე, რომ ამ ადამიანმა შექმნა ავარიული სიტუაცია და ამ ადამიანებსაც, ესეთ ადამიანებსაც დაეკისროთ ჯარიმა ან იგივე რაოდენობით, როგორც მაგალითად დაუშვათ აჩის, ან ოღონდ ისინი უბრალოდ ჯარიმით გამოძვრებიან აჩის, მანქანის გაკეთება მოუწევს, იქ სირბილი, დაზღვევა, რაღაცა ასე შემდეგ და ეს ადამიანები დაჯარიმდნენ, იმიტომ რომ ისინი ქმნიან სახიფათო გარემოს ქალაქში. ეს არის და ეს. მოკლედ დღეისთვის ეს იყო ამაზე ეს იყო რაღაც თემები, რაზეც მინდოდა რა რაღაც ასე ვთქვათ, ფიქრობთ პირველი ვიდეოსთვის ნორმალური იქნებოდა. ჩვენ შეგვიძლია უფრო სერიოზულ თემებზე ვისაუბროთ, უფრო კარგ საკითხებზეც ვისაუბროთ, პოზიტიურზე, შეიძლება ნეგატიურზე, ნებისმიერ თემაზე, რაშიც ვერ ყვევით. დროთა განმავლობაში ვილაპარაკებთ სპორტზეც, რაც ვიცი, ოღონდ ასე დილეტანტური გამოცდილებით, თან პარალელურად შევისწავლით სფეროს, რაღაცა მეტნაკლებად შევისწავლით, იმიტომ რომ ცოცხალი მსჯელობის პროცესი იყოს ვიდეოს ჩაწერის დროსაც, წინასწარ გამზადებული რომ არ იყოს. ნელ-ნელა დავიხვეწებით, ნელ-ნელა გვექნება ასე ვთქვათ ემოციური გახსნაც, თუ გვეყოლება ვინმე ვინც ასე ვთქვათ ამ ვიდეოში შემოგვიერთდება ან ჩაგვერთვება ან დაგველაპარაკება, უფრო თამამები ვიქნებით, ვიდრე ესეთი ასე ვთქვათ შებოჭილები, მაგრამ ნელ-ნელა ყველაფერი იქნება მაგრად, თქვენ კი გამოიწერეთ არხი, დაალაიქეთ ვიდეო და დააკომენტარეთ რაღაც თემები, კითხვები და ასე შემდეგ ნებისმიერ საკითხზე შეგვიძლია ვისაუბროთ საინტერესო თემებზე, მუდმივად ვისაუბრებთ. მომავალ შეხვედრამდე.